შემოქმედი ერთადერთი აეროპორტი მუმინო განახლებული სახელითა და ინფრასტრუქტურით ოფიციალურად გაიხსნა. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ავიაკომპანია დაინტერესდება თელავის აეროპორტიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მთელი საქართველოს შემოიფრინოს. დღევანდელ დღეს თვითმფრინავი აეროპორტი არის მზად იმისათვის, რომ მიიღოს 20 ადგილიანი თვითმფრინავი დროის ნებისმიერ ესე განმავლობაში შესაბამისი ამინდის კარგობებში და თუ კი რომელიმე ავიაკომპანიას ექნება სურვილი, რომ აწარმოოს მსავრთა გადაზიდვა, აეროპორტი ამისთვის მზად არის. ჩვენ შეგვიძლია თვითონ დავუშვათ აი ამ სახაერო ხომალდით გარკვეული რაოდენობა მგზავრებისა გადავიყვანოთ, არა აქედან მაშინ ავშეთქოთ თბილისის გავლით, ხოლო ის პროცედურები, რაც არის აუცილებელი, რომ მგზავრმა საზღვარგარეთის რეისისკენ იფრინოს, მაშინ ეს ამისთვის მზად არის მხოლოდ და მხოლოდ თბილისის აეროპორტი. თელავის მერის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, აეროპორტის ამოქმედება ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ის ინფრასტრუქტურული შემადგენელი ნაწილია, რომელიც რა თქმა უნდა, მხოლოდ ძალიან შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქალაქში. ეს ტურიზმის შესაბამისად კიდევ არის ჩვენი ქალაქის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პოტენციალი. თელავის აეროპორტში პრაქტიკულ კურსს საავიაციო უნივერსიტეტის მომავალი პილოტები ეუფლებიან. ამ აეროპორტში მიმდინარეობს როგორც საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტების მომზადება, ასევე საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტების მომზადებაც პრაქტიკული თვალსაზრისით. და მეც ასევე პრაქტიკა გავიარე თელავის აეროპორტში. ახლა ვარ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი, მიღებული ცოდნით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. თელავის აეროპორტიდან 2 და 6 ადგილიანი თვითმფრინავებით მხოლოდ სასწავლო ფრენები და საქორწინო ტურები ხორციელდება. ასევე შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების ორგანიზება ტურისტებისთვის.